უკრაინული უპილოტო აპარატების მიერ ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანასა და ადგილობრივ პორტზე ახალი დარტმის შემდეგ რუსეთის ფედერაციაში მდებარე ქალაქ ტუაფსეს ადგილობრივმა ხელისუფლებამ საბოლოოდ გამოაცხადა ეკოლოგიური კატასტროფის დაწყება და მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია. მაგრამ ამავე დროს ვლადიმირ პუტინმა ოფიციალურად და საჯაროდ განაცხადა, რომ ტუაფსეში მცხოვრებ რუსებს არაფრის ეშინიათ, კატასტროფა არ არის და არავის არსად ევაკუაცია არ სჭირდება. რად უნდა ამხელა პანიკის ატეხა? ამავე დროს რეალურად ტუაფსეში 28 აპრილს უკრაინული უპილოტო აპარატების ღამის თავდასხმის შემდეგ ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანაზე დაზიანებული რეზერვუარებიდან ანთებული ნავთობ პროდუქტები პირდაპირ საავტომობილო გზაზე დაიღვარა. ფაქტობრივად ანთებული ნავთობი ქუჩებში დაიღვარა, ხოლო ქალაქმა მზის სინათლე ვერ იხილა სქელი შავი კვამლის გამო. რაც შეეხება კადრებს, სადაც პლაჟებიდან ნავთობს ნიჩბებით აგროვებენ, ვფიქრობ ეს უკვე ყველამ ნახეთ ინტერნეტში. საბოლოოდ კი კადრები კოსმოსიდან. აჩვენებენ, რომ რუსეთმა მესამე დარტმის შემდეგ, როგორც ჩანს, სამუდამოდ დაკარგა როგორც უზარმაზარი პორტი, ასევე ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა და დიდი ნავთობის რეზერვუარები. და ვლადიმირ პუტინს მხოლოდ ტირილი და განცხადება რჩება, რომ უკრაინამ გაბედა და ჩემი სახელია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს არხი, დაალაიქოთ ეს გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი. გარდა ამისა, გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი, მული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მოკლედ, რუსებმა ჯერ კიდევ ვერ ჩააქრეს წინა ხანძარი ტუაფსეში, კრასნოდარის მხარეში, რომ უკრაინულმა უპილოტოებმა კიდევ ერთი დარტყმა მიაყენეს ნავთობსაცავებს. შედეგად, ბოლოს და ბოლოს ვლადიმირ პუტინს მოუწია რეაგირება ამ ტირილზე და რუსების ქვითინზე. ვლადიმირ პუტინმა დღეს 28 აპრილს განაცხადა, რომ ტუაფსეში, სადაც გასული კვირიდან იწვის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა, ზღვაში მოხდა უზარმაზარი ნავთობის დაღვრა, ხოლო ქალაქზე გადმოიღვარა ნავთობის წვიმა. იქ არანაირი სერიოზული საფრთხე არ არსებობს, ხოლო ვინც საპირისპიროს ამბობს, ის ცრუპენტელაა. შემდეგ ვლადიმირ პუტინის ციტატა. სერიოზული საფრთხეები არ არსებობს. ადამიანები ადგილზე უმკლავდებიან იმ გამოწვევებს, რომელთაც აწყდებიან. აი და ყველაფერი. ამიტომ თუ სოციალურ ქსელებში ხედავთ ამ ვიდეოებს შავი წვიმებით, ხანძრებით, კვამლით და სხვა ყველაფრით, იცოდეთ, ეს ყველაფერი ტყვეrit ყვილია. ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ არანაირი საფრთხე არ არსებობს, ყველაფერი მშვენიერია. შემდეგ ვლადიმირ პუტინმა დაამატა, რომ ენერგოობიექტებზე დარტყმებმა ტუაფსეში შეიძლება სერიოზული ეკოლოგიური შედეგები გამოიწვიოს. უკრაინა კი, მისი თქმით, თითქოს ამ დარტყმებს ახორციელებს ფრონტზე ტერიტორიის დაკარგვის გამო. შემდეგ მოიყვან ვლადიმირ პუტინის ძალიან მნიშვნელოვან ციტატას. კიევის რეჟიმი და მისი მფარველები ღიად ტერორისტულ მეთოდებზე გადავედნენ. მიზეზები აშკარაა, ყველასთვის გასაგებია, მოწინააღმდეგეს არ შეუძლია შეაჩეროს ჩვენი ჯარების, ჩვენი ბიჭების წინსვლა საბრძოლო ხაზზე. ყოველდღე კარგავს გარკვეულ ტერიტორიებს. ყოველდღე აქედან გამომდინარეობს ტერორზე გათვლა, როგორც სამხედროების, ასევე სამოქალაქო პირების მიმართ. იცით, მე არ ვაპირებ ვაკომენტარო ამ მელოდი იდიოტის სისულელე. მხოლოდ აღნიშნა, რომ ალბათ გაველურებულ რუსებს ქალაქ ტუაფსეში ამშვიდებს ის, რომ ვლადიმირ პუტინმა აუხსნა მათ, რატომ მიფრინავენ მათკენ დრონები. ალბათ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ტუაფსელებისთვის, რომ იცოდნენ, აი თურმე რა ფრონტზე ვერ მიიწევენ, ამიტომ მოგვიწყეს ეკოლოგიური კატასტროფა. აი თურმე ასე უნდათ უკრაინელებს. რეალობა კი ცოტა სხვანაირია. რუსეთში კატასტროფის კადრების ასეთი სიუხვე, იცით, ჯერ არ ყოფილა. ყველა კუთხიდან გადაიღეს, ყველაფერი ატვირთეს და ეხლა ეს ყველაფერი ინტერნეტშია სანახავი. ვიდეოში, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა ღამის თავდასხმის შემდეგ, ხედავთ 4 ცეცხლის კერას. დანარჩენს კომენტარი არ სჭირდება, იქ უბრალოდ უნდა უყურო. სულ ეს უკვე მესამე წარმატებული დარტყმა რეზერვუარების პარკზე ბოლო 2 კვირის განმავლობაში. შეიძლება ითქვას, რომ ეს უფრო მასშტაბურიც კი იყო, ვიდრე წინა 2. ჯამში ეს უკვე მე-7-ია. ტუაფსეს ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანაზე ეს მესამე წარმატებული დარტყმაა მთელი სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში.
თურუგას დავხედავთ, დავინახავთ, რომ კიდევ რამდენიმე დარტმა და ტუაფსეში ნავთობ გადამამუშავებელთან დაკავშირებული საერთოდ აღარაფერი ცოცხალი არ დარჩება. ეხლა კი უბრალოდ კომენტარის გარეშე შევხედოთ ამ სილამაზეს. Ой, это пиздец. Лопнула бочка. Жарко около окна стоять. Всё. Субтитрები დიმა ტორზოვმა. Это не ИИ, ИБ и еще что. Это реальная дымовуха в Туапсе. Я нахожусь в 25 километрах от Туапсе. И вот что я наблюдаю. Вот такое там обильное горение завода. Там сейчас как-то люди живут, что-то смотрим, фильмы. Это просто жить. რას ვირებთ საბოლოოდ? პირველი დარტყმები ტუაფსის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელდა 16 და 20 აპრილს. 20 აპრილის თავდასხმის შემდეგ ქარხანაში ხანძრის ჩაქრობა მხოლოდ 4 დღის შემდეგ მოხერხდა. რეზერვუარების დაზიანებამ გამოიწვია ნავთობის დაურა, რომელიც შავ ზღვაში მოხდა. და აი ერთ კვირაში ნავთობის ლაქა სანაპიროს გასწვრივ 77 კილომეტრზე გადაიჭირა. Როსპოტრებნადზორმა დააფიქსირა ბენზინის, ბენზოლის, ქსილოლისა და ჭვარტლის ჰაერში დასაშვებ ნორმებზე ორჯერ მეტი კონცენტრაცია. ქალაქზე ნავთობის წვიმა გადავიდა, ხოლო ხანძრისგან წარმოქმნილი სმოგი თითქმის მთელ შავი ზღვის სანაპიროზე გავრცელდა. კვალმა სოჭს, ანაპას, სტავროპოლსა და არმავირსაც მიაღწია. 28 აპრილის ღამეს დრონებმა ქარხანაზე მესამე თავდასხმა განახორციელეს 2 კვირის განმავლობაში. ახალი ხანძრის შედეგად დაზიანებული რეზერვუარებიდან ანთებული ნავთობპროდუქტები პირდაპირ გზაზე დაეღვარა. შედეგად ტუაფსეში ეს საბოლოოდ მოხდა. მოსახლეობას მოუწოდეს დაიწყონ ევაკუაცია მაინც იმ რაიონებიდან, სადაც ქუჩებში უკვე ანთებული ნავთობი მიედინება. ქალაქ ტუაფსეს მერმა სერგეი ბოიკომ განაცხადა, ციტატა: ქოშკინის, პუშკინის ქუჩებისა და მინდებარე შესახვევების ცხოვრებნო ხანძრის გავრცელების საფრთხის გამო ტუაფსეს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცია გთხოვთ ევაკუირდეთ. კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატევმა, რომელმაც სხვადასხვა დღეს პუტინს განუცხადა, რომ ჩვენთან ყველაფერი მშვენივრადაა, ასევე მოუწოდა ტუაფსეს მცხოვრებლებს უსაფრთხოების მიზნით ევაკუაცია განახორციელა. და რა მოხდა? რამე საშიში გახდა? არა. და როგორც ეს ყოველთვის ხდება რუსეთში, ევაკუაციით თავად მცხოვრებლები უნდა დაკავდნენ. ამბობენ, რომ თვითონ შეაგროვეთ თქვენი ნივთები და რაღაც გადაწყვიტეთ თქვენთვის. რატო? იმიტომ რომ რუსეთის გადასახადები სად მიდის? ომზე და არა ვიღაცა რუსების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე. პუტინს საერთოდ არ აინტერესებს ეს ველური რუსები. ხო, ნება მისცეს წავიდნენ და დაიღუპონ უკრაინაში. აი ესაა მათი ბედი. რაც შეეხება ვლადიმირ პუტინის ახსნას რუსებისთვის, რომ თითქოს კიევი ასე იქცევა ფრონტზე დანაკარგების გამო, აი მშრალი ინფორმაცია.
უკრაინული დრონების დარტყმები ტუაფსეზე მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ურთხამენ საწვავს რუსეთის ფედერაციის არმიისთვის. ზღვაო ლოგისტიკისა და ნავთობის ექსპორტის დარღვევით ისინი ამცირებენ რუსეთის ბიუჯეტის ვალუტურ შემოსავალს და აიძულებენ ფრონტიდან ჰაერ-საწინააღმდეგო თავდაცვა გადაიტანონ. 2022 წლიდან. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიმართულებით დარტყმების მანძილი 170%-ით გაზარდეს. ამიტომ ახლა უკრაინა აღწევს იმ ადგილებშიც კი, სადაც რუსების აზრით ომი არასდროს უნდა მისულიყო. მაგრამ ომი მაინც მივიდა იქ, ან მალე მივიდა. და ეხლა ტუაფსეში თითოეული მცხოვრები საკუთარ თავზე გრძნობს იმ ომის შედეგებს, რომელიც მათგან თითოეულმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო. კარგი, ბოლოს ერთ ცნობილ ციტატას მოვიყვან. ყველაზე დიდი შეცდომაა უკრაინელების უგულებელყოფა, უკრაინელების სუსტებად ჩათვლა. ეს სიტყვები ეკუთვნის იჩქერიის პირველ პრეზიდენტს ჯოხარ დუდაევს და ის რუსებს ჯერ კიდევ 30 წელზე მეტი ხნის წინ აფრთხილებდა. არ უნდა ჩარეულიყავით უკრაინაში. აქ მრავალ წერტილს დავშალ, თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარს და არ დაგავიწყდეთ მოწონება. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, შეგიძლიათ ნებისმიერი დონატით დახმარება ბმულებზე და რეკვიზიტებზე. ამ ვიდეოს აღწერაში ან თქვენს ეკრანებზე არსებულ QR კოდით. ეს იყო ყველაფერი, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას ნახვამდის. სუბტიტრები